ჯოჯოხეთი იწყება, როცა ზელენსკი პირდაპირ რუსეთში უტევს და ეს ღამე მოსკოვს პანიკაში აგდებს. 3. უკრაინამ ომი სანქტ-პეტერბურგში გადაიტანა, დაარტყა ნავთობის ინფრასტრუქტურა სპორტში და ასევე მიზანში ამოიღო კრონშტადტი, სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წერტილი ბალტიის ზღვაში. ეს გზავნილი დამალული არ ყოფილა. ტექნიკურ განცხადებაში ზელენსკიმ ოპერაციას უწოდა უკრაინულ შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს. ამ დროს პუტინი ცდილობდა კონტროლის იმიჯი შეექმნა. რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქთან, სწორედ რუსეთის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქთან კვამლი ადიოდა. უკრაინამ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვით არ შემოიფარგლა, მან პირდაპირ რუსეთში მტრის ეკონომიკურ ძარღვზე დარტყმა დაიწყო. ამავე დროს ბელგოროდში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ცნობები გავრცელდა. გაფრთხილება რუსეთის შესაძლო პროვოკაციის შესახებ პოლონეთის წინააღმდეგ და პუტინთან დაკავშირებული იახტის გადაადგილება საზღვაო ესკორტით. და ტრამპი დღეს ესაუბრება პუტინს და ზელენსკის. რას მიაკენა სინამდვილეში დარტყმა ზელენსკიმ? რატომ ჩანს, რომ პუტინი სულ უფრო მეტად ზეწოლის ქვეშაა თავად რუსეთში? როგორ ერთვება ტრამპი ამ თამაში ცეცხლმოკიდებულ სიტუაციაში? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. უკრაინულმა ძალებმა 2026 წლის 4 ივლისის განთენიისას იერიში მიიტანეს სანქტ-პეტერბურგის რეგიონზე და ბალტიის ზღვის მახლობლად მდებარე ობიექტებზე. თავარი სამიზნე იყო ნავთობის პორტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც კიევი რუსეთის ომის დაფინანსების მექანიზმის ნაწილად მიიჩნევს. ასევე განხორციელდა იერიში კრონშტადტზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტად აღწერს. დაშორება შთამბეჭდავია, რადგან იერიში მხოლოდ საზღვარზე ზეწოლის სტანდარტს გასცდა. ამან აჩვენა, რომ უკრაინა აგრძელებს თავისი მოქმედების არეალის გაფართოებას რუსეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე უფრო დაცულად მიიჩნეოდა. სანქტ-პეტერბურგის ტერმინალს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის წარმოადგენს ნავთობის წარმოებულების დიდი მოცულობის შესანახ გადამტვირთავ და საექსპორტო პუნქტს. ის დაკავშირებულია ფინეთის ყურეში მდებარე სანქტ-პეტერბურგის დიდ პორტთან და უკრაინული მედია მას სტრუქტურად მოიხსენიებს. წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით 12.5 მილიონ ტონას შეადგენს. რუსმა ხელისუფლებამ სცადა ზარალის მასშტაბის კონტროლი. გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა, რომ კიროვსკის რაიონი დაზიანდა და რომ რუსულმა თავდაცვამ 72 დრონი ჩამოაგდო სანქტ-პეტერბურგსა და მის მიმდებარე რეგიონში. უკრაინული დრონები რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქალაქთან ახლოს მივიდნენ, ხოლო პორტში ამოსული კვამლი იქცა იმ სცენად, რომელსაც კრემლი ვერ ხსნის. გაუცველობის აღიარების გარეშე ზელენსკიმ თავდასხმის პოლიტიკური გზავნილი საკუთარ თავზე აიღო და შორს მოქმედ სანქციებზე საუბრისას გააკეთა გააზრებული განცხადება. მან დისკუსია მხოლოდ სამხედრო სფეროდან გადაიტანა ეკონომიკურ სფეროში. თუ რუსეთი იყენებს ნავთობს ომის დასაფინანსებლად, უკრაინა მიზანში აიღებს იმ სტრუქტურას, რომელიც ამ ფულს მოძრაობაში აყენებს. ეს ასევე შეესაბამება ზელენსკის თხოვნას საერთაშორისო ლიდერებისადმი, რომ შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთის ნავთობის სექტორზე და ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტზე, რომელიც გამოიყენება შეზღუდვების ასარიდებლად და ექსპორტის შესანარჩუნებლად. კრონშტადტში თავდასხმამ ოპერაციის მნიშვნელობა გაზარდა. კუნძულზე მდებარეობს რუსეთის ბალტიის თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი და მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მოსკოვისთვის. ბელგოროდიც მოხდა ზეწოლის შესახებ სიახლეებში. ადგილობრივი ცნობები და უკრაინული მედია იუწყებოდნენ აფეთქებების ენერგოობიექტზე ხანძრისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ეს ინფორმაცია გავრცელდა როგორც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ომი კვლავ რუსეთის შიგნით დაბრუნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაციები და მომარაგება. მოსკოვი ყოველთვის ცდილობდა, რომ რუსი მოქალაქისთვის ომი შორეული რამ ყოფილიყო. ეს თავდასხმები ამ ბუშტს არღვევს. ნელ-ნელა რუსეთის რეაქცია უკვე ცნობილ სცენარს მიჰყვა. ვლადიმერ პუტინმა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების სტრატეგიული მნიშვნელობა შეამცირა და სცადა შეენარჩუნებინა საუბარი ბრძოლის ველზე წინსვლის შესახებ.
მაგრამ კრემლისთვის პრობლემა მხოლოდ ფიზიკური ზიანი არ არის, არამედ მისი დაგროვებაა. ნავთო გადამამუშავებელი ქარხნები, ტერმინალები, ელექტროსადგურები, პორტები და სამხედრო ბაზები უფრო ხშირად ჩნდება სამიზნეების სიაში. თითოეული თავდასხმა ქმნის ხარც, შიშს, დაგვიანებას და ეჭვს იმ მანქანაში, რომელიც ფსიქოლოგიურ კონტროლზე ისეთივე დონეზეა დამოკიდებული, როგორც საბრძოლო მასალაზე. იახტის ეპიზოდმა, რომელიც პუტინს უკავშირდება, კიდევ უფრო გააძლიერა ეს ზეწოლის შეგრძნება. Telegram-ზე დაფუძნებულმა პუბლიკაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სუპერ იახტა გრეისფული, რომელიც ასევე კოსატკას სახელთან არის დაკავშირებული, ევროპულ წყლებს გაეცალა და მურმანსკისკენ გაემართა რუსული გემების ესკორტით. დაახლოებით 82 მეტრიანი ხომალდი, რომლის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, სავარაუდოდ უკრაინული თავდასხმების შიშით გადაადგილდა. იმ დროს, როცა რუსეთი ცდილობს ძალა აჩვენოს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან დაკავშირებული ქონება დაცულია და რისკის ზონიდან მოშორებულია. თუ ადრე კრემლი ბალტიისპირეთში თავს კომფორტულად გრძნობდა, ეხლა მაღალი ღირებულების სტრუქტურებსა და ხომალდებს ესაჭიროებათ ესკორტი, მონიტორინგი და დაცვა დრონებისგან. ეს თავისთავად პუტინს არ დაამხობს, მაგრამ აზიანებს იმ დაუმარცხებლობის იმიჯს, რომელსაც ის წლები აკიდის და გამოფიტვის ომში იმიჯით საწვავია. პოლონეთი ყურადღების ცენტრში სხვა მიზეზით მოექცა. Telegraph-სა და ONET-ზე დაყრდნობილი ცნობები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების დაზვერვამ ვარშავა გააფრთხილა რუსეთის შესაძლო პროვოკაციის შესახებ პოლონეთის ტერიტორიაზე. სცენარებში, რომლებიც მოიცავს ჰიბრიდულ თავდასხმებს, დრონებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან მოძრაობას ბელარუსისა და კალინინგრადის საზღვართან, ამ შესაძლო გეგმას პოლიტიკური მიზანი ექნებოდა. გამოეცადა ნატოს რეაგირება, შეექმნა განხეთქილება მოკავშირეებს შორის დებს, ეცადა დასავლეთის მოლაპარაკებებზე დაპოლიება ზეწოლის პირობებში. რუსეთს კარგად ესმის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე პროვოკაციას მკრისიერი გავლენა ექნება, რადგან პოლონეთი ნატოს წევრია და უკრაინისთვის მთავარი დახმარების კორიდორების ნაწილია. თუ მოსკოვი შეძლებდა არეულობის გამოწვევას ისე, რომ პასუხისგებლობა აშკარად არ აეღო საკუთარ თავზე, ის ეცდებოდა შიში დიპლომატიურ უპირატესობად ექცია. ამ ყველაფრის ფონზე ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს დონალდ ტრამპს დაურეკა. საუბარი გაიმართა 2026 წლის 4 იulis დაახლოებით 85 წუთს გაგრძელდა, როგორც პოდერ 360 იუწყება და დაიწყო ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მილოცვით. კრემლმა განაცხადა, რომ ზარი იყო მიზანმიმართული და კონსტრუქციული. განხილული იქნა უკრაინის, ირანის ორმხრივი ურთიერთობებისა და მთავრობებს შორის კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობის საკითხები. იური უშაკოვმა პუტინის მრჩეველმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა და ეხმაროს ომის გადაწყვეტის გზების ძიებაში. არსებობს მოსკოვში კიდევ ერთხელ ჩასვლის შესაძლებლობა. ზელენსკიმაც ესაუბრა ტრამპს იმავე დღეს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელებს 4 ივლისი მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მიღებული მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ მათ ისაუბრეს ფრონტის ხაზზე და დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ორივე შეთანხმდა, რომ საუბარს გააგრძელებენ ანკარაში ნატოს სამიტის დროს. უკრაინა მშვიდობას ისურვებს, მაგრამ არ სურს მშვიდს მშვიდობა, რომელიც პუტინმა დააწესა როგორც ჯილდო შეჭრისთვის. ომი ახლა იმ ფაზაში შედის, როდესაც რუსეთის ტერიტორია აღარ არის მხოლოდ უსაფრთხო ზურგი. სანქტ-პეტერბურგი, კრონშტადი, ბელგოროდი და თავად ბალტიის ზღვაც ნეხის წერტილებად იქცნენ. ენერგეტიკული სექტორიდან მიღებული შემოსავლის გარეშე რუსეთი კარგავს ძალას, რომ უზრუნველყოს ჯარები, ლოგისტიკა, შევსება და პროპაგანდა. ამიტომ კიევი დაჟინებით ცდილობს საწვავთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმას და ითხოვს მოკავშირეებს, რომ შეინარჩუნონ სანქციები. შემდეგი მთავარი ასპარეზი იქნება ნატოს სამიტი ანკარაში, სადაც დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ გააგრძელებენ საუბარს ფრონტის ხაზზე, საჰაერო თავდაცვაზე, სანქციებსა და მოლაპარაკებებზე. ვლადიმირ პუტინი ამ ეტაპზე ცდილობს დიალოგისთვის ღია ადამიანის შტაბ-ჭრილება დატოვოს, თუმცა მასზე ზეწოლას ახდენენ სულ უფრო შიდა რაიონებში გახორციელებული თავდასხმები. ვოლოდიმირ ზელენსკი ცხადყოფს, რომ უკრაინამ ნამონ უნდა დაელოდოს რუსეთს, რომ მან აერჩიოს მშვიდობის დრო. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ ცვლილი ეკრანზე ნაჩვენები ფიქსის რეკვიზიტებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს მოგაწოდოთ სიმართლე და ინფორმაცია. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა.